ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტებთან მიმართებით სისტემურ წამებას. საჩივარში განვითარებული დავის სტრატეგიაა შეფასდეს დარღვევების მასშტაბურობა და დადასტურდეს ის ზიანი სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც არამხოლოდ მოქალაქეებს, არამედ კონსტიტუციურ წესრიგს, თავად სამართალდამცავის საგამოძიებო თუ სხვა ორგანოების მოქმედებების შედეგად მიადგა. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აქციების დარბევა არ იყო ერთეული შეცდომა ან ცუდად ჩატარებული ოპერაცია. არამედ ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ძალადობა და ადამიანის უფლებების იმ მწვავე კრიზისის დასაწყისი, რომელიც ქვეყანაში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდა. ამიტომაც სასამართლომ უნდა შეაფასოს არამხოლოდ კონკრეტული მუხლების დარღვევა, როგორიც არის წამების აკრძალვა, დისკრიმინაციის აკრძალვა, შეკრების თავისუფლება და საკუთრების უფლება, არამედ კონვენციის მე-17 მუხლის ჭრილშიც. ამ მუხლზე დავა პირველად გამოიყენება საქართველოსთან მიმართებით დემონსტრაციების საქმეში, რაც საშუალებას გვაძლევს სასამართლოს წინაშე წარვადგინოთ დემოკრატიული ეროზიის ფაქტი და დავადასტუროთ, რომ სახელმწიფომ იმოქმედა ისე, რომ მიზნად ისახავდა არა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, არამედ ამ უფლებების განადგურებას. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნიღბიანი ოფიცრები მიმართავდნენ მიზანმიმართულ სისტემურ წამებას. კერძოდ დგინდება, რომ აქციის დარბევის პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმი პირებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა და პოლიციის კორდონს მიღმა, კამერებისგან მოშორებით, კიდევ უფრო მძიმედ უსწორდებოდა. ძალადობა გრძელდებოდა სპეციალურად მოწყობილ მიკროავტობუსებში, სადაც ადამიანებს ჯგუფურად სცემდნენ ხელთათმანით, ფეხით, კეტით თუ სხვა ნივთების გამოყენებით. ცხრილებს ურტყამდნენ ძირითადად თავისა და სახის არეში, ართმევდნენ ნივთებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას, მათ შორის ასევე ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. ამის შემდეგ დაზიანებული პირები გადაეცემოდათ სხვა პოლიციელებს და გადაჰყავდათ განყოფილებებში, სადაც დაკავებაზე ძირითადად ყალბ ოქნებს ადგენდნენ. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ასევე გრძელდებოდა ტრანსპორტირებისას და ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციის განყოფილებაშიც. ის რომ ეს არ იყო ინდივიდუალური გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული სახელმწიფო სტრატეგია, დასტურდება მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოებით და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობით. მიუხედავად იმისა, რომ მეთაურის პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილია ასევე გაეროს 6 სპეციალური მომხსენებლის შეფასებაშიც. დაუსჯელობას ხელს უწყობს გამოძიების პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის ინსტიტუციურ დონეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება და საქმის პროკურატურისთვის გადაცემა, სადაც გამოძიება დანაშაულის არასწორი კვალიფიკაციით გრძელდება. ამავდროულად მტკიცებულების მოპოვებისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერები, კერძოდ მათ შორის რუსთაველის გამზირთა და პარლამენტის გარშემო არსებული შენობების სათვალთვალო კამერების, კადრების გამოძიებისთვის გადაცემაზე სახელმწიფო უწყებები უარს აცხადებენ, ხშირად სისტემის გაუმართავობის ან კამერის დაზიანების მიზეზით, მაშინ, როდესაც ამ კამერების ჩანაწერები აქტიურად გამოიყენება დემონსტრანტებთან მიმართებით სხვადასხვა საქმის წარმოებაში ადგილობრივ სასამართლოებში. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სპეციალური აღჭურვილობა გაიცემოდა ინდივიდუალური ნომრების მითითების გარეშე. გამოძიებაში დაზარალებულთა ჩართულობას ზღუდავს სისხლის სამართლის საქმის მასალების არ გადმოცემა. მათი გაცნობა მხოლოდ პროკურატურაში ვიზიტისას არის შესაძლებელი და ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წლის მარტის შემდგომ არ განხორციელებულა არანაირი ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედება. არც ერთი პირი არ არის დღემდე ბრალდებული, მათ შორის არც სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენის მხრივ არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი. ამრიგად მივიჩნევთ, რომ ეროვნულ დონეზე საშუალებები ამოწურულია და მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ამ საქმეზე სამართლის დადგენის მიზნებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის.